დაგამშვების ბოლოს დაპირებული ჩართვა ცნობილი სიმღერები ფილარმონიის სცენაზე და კიდევ ერთი ვარსკვლავი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ამ წუთებში თამარ გვერდწითელი ქართველი მსმენელისთვის სიმღერის სოლო კონცერტში ქართულ შემსრულებლებთან ერთად მისი მუდმივი პარტნიორი მომღერალი და მსახიობი დიმიტრი ძიუჟევიც მონაწილეობს საღამოს დასრულებისთანავე მომღერალს ფილარმონიასთან ვარსკვლავს გაუხსნიან. თიკა წერეთელს ჩავრთავთ ახლა ფილარმონიიდან პირდაპირ ეთერში თიკა რა ხდება ამ წუთებში დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე. მოგესალმებით თამთა, ამ წუთებშიც მიმდინარეობს თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტის სრული ანშლაგით. დღეს ფილარმონიაში მოსულ მაყურებელს სიმბოლურად წითელი ხალიჩაც დახვდა. დღევანდელ კონცერტში მონაწილეობას იღებენ ანსამბლი 7 კაცის იმებიანი კვარტეტი, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი და საპატრიარქოს გუნდი, აგრეთვე როგორც ჩვენ აღნიშნე, სპეციალურად თამარ გვერდწითელის კონცერტისთვის თბილისის დიმიტრი ძიუჟევი ეწვია. ჩვენ მოვისმინეთ მათი შესრულებით რამდენიმე დუეტი, ძალიან ცნობილი დუეტებია ესენი. შემდეგ კი ვიხილეთ ფილმი, დოკუმენტური ფილმი, რომელიც თამარ გვერდწითელის ცხოვრებას ასახავს. ძალიან მიჩის ლაპარაკი და ძალიან ისეთი განწყობა თანსაზეიმო და თანაც ისეთი რომ გვესმის რომ ეს ერთადერთი ესეთი სახის კონცერტია ცხოვრებაში და ამიტომ გვესმის რომ ეს არ გამეორდება და ამიტომ ეს კიდევ უფრო გვასხავს ფრთებს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მუშება გული, იმიტომ რომ ამ აღელვების შედეგად გვინდა რომ მაინც ისე გამოვიდეს, როგორც გვინდა და გვესმის. თამრიკოს ჰქონდა უდიდესი წარმატება ისრაელში, უდიდესი წარმატება ამერიკაში და ყოველ წელს ტარდება 30 კონცერტი ისრაელის ქალაქებში და ამერიკაში. თამრიკოს უკვე რამოდენიმე წლის წინ გადაეცა ქალღმერთის პრიზი და ჩვენ გეგმავთ მომავალ წელს იერუსალიმში ჩატარდეს 5000 კაციანი კონცერტი, სადაც მსოფლიო ებრაელობიდან, იერუსალიმის მერიიდან და საქართველოს ისრაელის ბიზნეს პალატიდან თამრიკოს გადაეცემა მშვიდობის ტრედი. ასალ 7 კაცის ძალიან დიდი პატივია საღამოში მონაწილეობის მიღება, რადგან ასე დიდი ადამიანის, დიდი მომღერლის შემოქმედებითი საღამოა. ჩვენ მღერით თამრიკოს რამოდენიმე ძალიან პოპულარულ სიმღერას და დიდი პასუხისმგებლობა ეს ჩვენთვის. ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი ვიხილეთ ჩვენ დღეს ფილარმონიაში და მათ შორის აღმოვაჩინეთ ერთი ქალბატონი, რომელიც სპეციალურად დღევანდელი საღამოსთვის ამერიკიდან ეწვია თბილისს. Я приехала из Нью-Йорка. მე აქ ნიუ-იორკიდან ჩამოვედი. 30 წელზე მეტია თამრიკოს თაყვანისმცემელი ვარ და ვცდილობ მის ყველა კონცერტს დავესწრო. მე მას პორტრეტიც კი დავუხატე და დღეს ძალიან მინდა რომ მას პირადად გადავცე. За всеми, что происходит. მინდა აღნიშნო, რომ დღევანდელ საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრება. ეს არის ერთგვარი სენტიმენტალური საღამო, რადგან აქ წარმოდგენილი იყო ძირითადად თამარ გვერდწითელის ძალიან კარგად ნაცნობი და ძველი სიმღერები. ეს არის კონცერტი, რომელსაც ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით ელოდა და ეს მაყურებელთა რაოდენობაზეც აისახა. სავსეა ფილარმონია და რამდენიმე წუთში დასრულდება კონცერტი, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და კონცერტის დასრულებისთანავე სწორედ აქ გაიხსნება თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი. მადლობა თიკა და გულწრფელად გეტყვი რომ ძალიან მინდა ახლა შენს ადგილზე ყოფნა. თიკა წერეთელი საუბრობდა ფილარმონიიდან პირდაპირ ეთერში, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს თამარ გვერდწითელის კონცერტი.